არასოდეს მიგრძვნია გარეგანი წნეხი. ზუსტად ვიცოდი, რისი მიღწევა მსურდა და ისიც ვიცოდი, რა მოცულობის შრომა იყო საჭირო ამ მიზნის მისაღწევად. შემდეგ უბრალოდ ვშრომობდი და ამ შრომის შედეგების მწამდა წერს კობი ბრაიანტი. გარდა ამისა, სტანდარტები, რომლებსაც საკუთარ თავს ვუწესებდი, გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ის, რასაც სხვები ჩემგან მოელოდნენ. შესანიშნავად წასაკითხი წიგნი აღმოჩნდა კობი მეს დაწერა 2018 წელს. გარდა შინაარსობრივი მხარისა, წიგნი დასურათებულია და კობი ბრაიანტის და NBA-ის ისტორიას აცოცხლებს. თუმცა ჩვენ აქ კალათბურთზე სასაუბროთ არ შევიკრიბეთ. გვაინტერესებს კობი ბრაიანტის როგორც გამორჩეული პროფესიონალიზმის წყარო, მისი მოქმედების პრინციპები, რა სისტემებით მოქმედებდა და როგორი იყო მისი ტვინწყობა. პირველი, რაც ყურადღებას მალევე იპყრობს, ეს არის კობი ბრაიანტი იყო მარადიული მოსწავლე. ის სწავლობს ყველა შესაძლო წყაროდან, მათ შორის მის გარშემო მყოფი ხალხისგან. წიგნის მეორე ნახევარში თითო გვერდი თითო ადამიანს ეთმობა და თავმდაბლად საუბრობს კობი ვისგან რა ისწავლა. ამაზე ჯეფ ბეზოსის ნათქვამი გამახსენდა, მთელი ცხოვრება ვიყავი როგორც ღრუბელიო, ვიწოდი ჩემს ირგვლივ არსებულ ცოდნასო. კობი ასევე ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანი იყო. დაუჯერებლად ბევრ შეკითხვას ვუსვამდი გარშემო მყოფებსო. ცნობისმოყვარე ვიყავი, სურდა გაბუმჯობესებულიყავი, მესწავლა და ჩემი გონება თამაშის ისტორიით ამევსო. არ ქონდა მნიშვნელობა ვისთან ვიყავი, მწვრთნელებთან, დიდების დარბაზის წევრებთან თუ გუნდელებთან, ან სად ვიყავი, ვარჯიშზე, თამაშზე თუ შვებულებაში, ყველას კითხვების კორიანტელს ვაყრიდი. ასევე ის საუბრობს კოლეგებთან ურთიერთობის აშენებაზე და წარსულში ინდუსტრიის გიგანტებთან ურთიერთობების მნიშვნელობაზე. ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გყავდეს მენტორები, ის გზამკვლევი ვარსკვლავები, რომლებისგანაც ისწავლი და ვისკენაც ისწრაფვი. კობი ბევრს საუბრობს იმაზე, რომ სხეულის გაწვრთნასთან ერთად გონების გაკაჟებაც სჭირდებოდა. ამისთვის ის კითხულობს. ვარჯიშებს შორის მშვიდ შესვენებას კითხვისთვის ვიყენებდი. მუდმივად ვსწავლობდი ჩემი თავის გასაუმჯობესებლად. საჯებისთვის განკუთვნილ სპეციფიკურ სახელმძღვანელოებს ფაქტობრივად ვიზეპირებდიო, რომ საჯის გადმოსახედიდან მქონოდა მოედანზე არსებული სიტუაციის აღქმის შესაძლებლობაო. ამას გარდა ის შეუჩერებლად სწავლობდა კონკურენტებს ვიდეო ჩანაწერების საშუალებებით. ვშთანთქავდი ვიდეო ჩანაწერებს და ვუყურებდი ყველაფერს, რაზედაც კი ხელი მიმიწვდებოდა. კობი ასევე კალათბურთის ინდუსტრიის გარეთაც გადის, მისი ერთ-ერთი მენტორი მუჰამედ ალია. ბევრი რამ ვისწავლე მუჰამედის შესწავლით და მისი ყურებით. ერთ-ერთი მთავარი დასკვნა ის იყო, რომ ბევრი უნდა იშრომოს სიბნელეში, რათა სინათლეზე გაბრწყინდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ წარმატებას უდიდესი შრომა სჭირდება. ხალხი ამ წარმატებას, მის ბრწყინვალებასა და აჟიოტაჟს აღნიშნავს. თუმცა ამ აჟიოტაჟის მიღმა დგას თავდადება, ფოკუსი და სერიოზულობა. ყველაფერი ის, რასაც გარე დამკვირვებელი ვერასოდეს დაინახავს, წერს კობი. აქ იგრევე ეს ფრაზა გამახსენდა, რომელიღაც დიდ მეწარმეს აქვს ნათქვამი, საზოგადოება ადამიანს საჯაროდ აჯილდოებს იმისთვის, რასაც დახურულ კარს მიღმა აკეთებდაო. კობის საოცარი ანალიტიკით უდგებოდა ოპონენტებს. ვიდეო ჩანაწერების შესწავლის და ვარჯიშების დროს ყურადღების გამახვილებით ყოველთვის შეგიძლია დაიჭირო რაიმე ნიუანსი ან სუსტი წერტილი. სინამდვილეში მე მუდმივად ვაკვირდებოდი როგორც გუნდელებს, ასევე მოწინააღმდეგეებს. ვსწავლობდი, რამდენად სრულყოფილი იყო ფიზიკურად მათი თამაში, რამდენად შეუპოვრები იყვნენ და იქვე ვაფიქსირებდი მათ სისუსტეებს. ამ ყველაფერს გონებაში მანამ ვინახავდი, სანამ ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში არ მოგვიწევდა. უკვე გასაგებია, რომ კობის კალათბურთი აკვიატების დონეზე ყავდა აყვანილი. საქმისადმი ობსესია უკვე მერამდენე ბიოგრაფიაში გვხვდება. ჩვენს მიერ დაფარული დორიან იეტსი, ალექს ჰონოლდი, დევის გოგინსი აკვიატების კარგი მაგალითები არიან. კობი ძალიან ბასრად წერს აქ, თუ მართლა გსურს რაიმეში დიდებული იყო ეს საქმე, გულწრფელად უნდა გაღელვებდეს. თუ გინდა კონკრეტულ სფეროში მწვერვალებს მიაღწიო, ამით უნდა დაავადდე. ეს შენს აკვიატებად უნდა იქცეს. ბევრი ამბობს, რომ დიდებულება სურს. მაგრამ ცოტა ამზად იმ მსხვერპლის გასაღებად, რასაც ეს მოითხოვს, წერს კობი. მათ სხვა საფიქრალი აქვთ, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო და საკუთარ ენერგიას სხვადასხვა მიმართულებით მიმოფანტავენ. ეს სრულიად ნორმალურია, საბოლოო ჯამში დიდებულება ყველასთვის არ არის. აი კობის ესჯერა, საბოლოო ჯამში დიდებულება ყველასთვის არ არის. კობის ტვინწყობა კარიერის დასაწყისიდანვე კარგად ჩანს.
კარიერის დასაბამიდანვე მინდოდა რომ საუკეთესო ყოფილიყავი. პირველივე დღიდან დომინაცია მსურდა, წერს იგი. ჩემი განწყობა ასეთი იყო. მე შენ ამოგიცნობ. იქნებოდა ეს აივერსონი, ტრეისი, ვინსი თუ დღევანდელ ეპოქაში მომიწევდა თამაში ლებრონი, რასი თუ სტეფ კარი. ჩემი მიზანი მათი ამოხსნა იყო. ამ თავსატეხების ამოსახსნელად კი მზად ვიყავი იმაზე გაცილებით მეტი გამეკეთებინა, ვიდრე ნებისმიერი სხვა გააკეთებდა. აქ შესანიშნავი პარალელი გამოდის დევიდ გოგინსის სულების წართმევის კონცეფციასთან. შეჯიბრებითობის ციკლში გოგინსის და კობის მიზანია მოწინააღმდეგო გატეხონ და აჩოქონ და სულები წაართვან. კობი ასევე ეხება წიგნში мотиваციის თემას. мотиваციისთვის არასოდეს მჭირდებოდა რაიმე გარე ძალა. мотиваცია ყოველთვის შინაგანი უნდა იყოს, წერს იგი. თუ გარე ძალა გჭირდება დასამოტივირებლად, ესე იგი პრობლემა გაქვს. კობისთვის ასევე პროცესი არასოდეს სრულდება. ჩემპიონობის მოპოვების შემდეგაც დარბაზში ზუსტად იმავე დროს მივდივარ, როგორც მანამდე მივდიოდი. აკვიატების მქონე ხალხთან ეს ხშირად ხვდება სხვათა შორის. მათთვის ფინიშის ხაზი არ არის. ისინი ისეთ თამაშს თამაშობენ ცხოვრებაში, რომელიც არ იხურება, განგრძობადია. ასევე შესანიშნავი დაკვირვება აქვს კობის რუტინასთან მიმართებაში. წლების განმავლობაში ჩემი რუტინა შეიძლება შეცვლილიყო მაგალითად ასაკის გამო, მაგრამ ჩემი ფილოსოფია არასოდეს. თუ რაღაც მუშაობს, რატომ უნდა შეცვალო და აყვე ახალ ტრენდებს. მიხევი იმას, რაც შედეგს იძლევა, მაშინაც კი თუ ეს რაღაც პოპულარული სულაც არაა. ერთადერთი ასპექტი, რომელიც არ უნდა შეიცვალოს, სწორედ აკვიატებული სწრაფვაა. ნებისმიერ საქმეს ყოველ ჯერზე იმ სურვილითა და შემართებით უნდა მიუდგე, რომ ის შესაძლებლობების მაქსიმუმით შეასრულო. აქ რუტინა ვახსენე მე და აქ ლეგენდარული თემაა კობის ვარჯიშები. და ეს ციტატა უნდა წავიკითხოთ. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ თუ დღეს ადრე დავიწყებდი, ყოველდღიურად მეტს ვივარჯიშებდი. დილის 11 საათზე რომ დამეწყო, რამდენიმე საათს დავხარჯავდი, შემდეგ 4 საათი დავისვენოდი და დარბაზში საღამოს 5-დან 7-მდე ისევ დავბრუნდებოდი. მაგრამ თუ დილის 5 საათზე დავიწყებდი და 7-მდე ვიმუშაობდი, შემეძლო ისევ გამეგრძელებინა 11-დან 2-მდე მევარჯიშა, მერე 6-დან 8-მდე. ადრე დაწყებით, მე საკუთარ თავს ყოველდღიურად დამარტებით ვარჯიშებს ვუქმნიდი. ერთი ზაფხულის განმავლობაში ეს დარბაზში გატარებული უამრავი დამატებითი საათია. ფიზიკურ ვარჯიშებთან ერთად კობი გონების გავარჯიშებასაც უთმობდა ყურადღებას, ზემოთ ვთქვით. კერძოდ, მისთვის მნიშვნელოვანი იყო ფოკუსირების უნარის განვითარება. ის წერს, ერთადერთი გზა, რომლითაც მოედანზე დეტალების შემჩნევასა და პარკეტზე არსებულ წვრილმანებზე დაკვირვებას ვახერხებდი, იყო ჩემი გონების გაწვრთნა მოედანს მიღმა. ყოველდღიურ ცხოვრებაში თითოეულ დეტალზე ფოკუსირებით, კითხვით, გაკვეთილებსა თუ ვარჯიშებზე ყურადღების გამახვილებით და შრომით. მე ჩემი კონცენტრაციის უნარი ამით გავაძლიერე. ამ ყველაფრის კეთებით განვიმტკიცე უნარი ვიყო აწმყოში და არ მივცე გონებას სხვაგან ხეტიალის უფლება. ამას გარდა კობი რამდენჯერმე იმეორებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო საკუთარი სუსტი წერტილების მოძლიერება. ასე მაგალითად, როდესაც შეიტყო, რომ წვივები ქონდა სუსტი, სტეპის ცეკვის პროფესიონალი ინსტრუქტორი აიყვანა და მასთან ერთად კარგი ხანი ვარჯიშობდა, რათა კოჭები და წვივები მოეძლიერებინა. ფილ ჯექსონი კობიზე ამბობს ესეთი მაგარი რაღაცა აქვს ნათქვამი, მისი მწვრთნელი. 10 წლეულზე მეტია ის მხოლოდ, იგულისხმება კობი, ის მხოლოდ საკუთარი სისუსტეების გამოსწორებასა და თამაშის დახვეწაზე მუშაობს. დღეს მისი უნარების არსენალი სრულყოფილია. მას სუსტი წერტილი აღარ აქვს. იგი ნამდვილი კოშმარია ნებისმიერი მეტოქისთვის. ეს სტატუსი მან დაუღალავი შრომით დაიმსახურა. და ბოლოს, კობის გზამკვლევი დიდებულებისკენ. ის რაც დიდებულ მოთამაშეებს ყველა დროის დიდებულებისგან გამოარჩევს, არის საკუთარი თავის შეფასების, სუსტი წერტილების დიაგნოსტირების და ამ ნაკლოვანებების სიძლიერად გადაქცევის უნარი. მადლობა ყურადღებისთვის. ეს წიგნი შეგიძლიათ Amazon-იდან გამოიწეროთ. მე პირადად ვაპირებ ელექტრონული ვერსია წავიკითხე, იმიტომ რომ ძალიან მაგრად დასურათებული წიგნია და რა ვიცი, ნებისმიერ ბიბლიოთეკას ნამდვილად დაამშვენებდა. აბა, შეხვედრამდე. მადლობა ყურადღებისთვის.